დიურის პარკში კუბი კონტექსტში ბავშვები იმისთვის შეიკრიბნენ, რომ საკუთარი ფანტაზია ქანდაკებაში გადაიტანონ. 1-დან 6 მარტის ჩათვლით აქ ვორქშოპები იმართება, სადაც ისინი ხელოვნების ამ დარგის საფუძვლებს და თანამედროვე ხელოვნების ენას შეისწავლიან. ამ პერიოდში მათ შესაძლებლობა აქვთ, რომ საკუთარი იდეებით შექმნან სხვადასხვა ნამუშევარი, რომელიც ვორქშოპის ბოლოს თანამედროვე ხელოვნების გალერეაში გამოიფინება. სახელწოდება ამ პროექტის არის ის, რასაც შეიგრძნოთ. რეალურად შეგრძნების დონეზე მინდოდა, რომ ბავშვებს შეექმნათ რაღაცა, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, შეგრძნების დონეზე, როდესაც იქნება ნამუშევარი, არის თერაპიული და შემეცნებითი ამავდროულად. და ეს ექსპერიმენტი მე საკუთარ თავზე რომ გამოვცადე, მინდოდა რომ სხვებისთვისაც გამეზიარებია. პროექტის მიზანია ქანდაკების პოპულარიზაცია და ინკლუზიური საგანმანათლებლო სამოქმედო სივრცის შექმნა. მათ შორის ეთნიკური უმცირესობებისა და მზრუნველობა მოკლებული მოზარდებისთვის. აღნიშნული პროექტი განვითარებას ემსახურება. ფიზიკურადაც ვითარდება ბავშვი, იმიტომ რომ ხელის მოტორიკა მუშავდება ერთგვარად და ეს თერაპიაა ხელისთვისაც, გონებისთვისაც და ასე ვთქვათ, განვითარების ძალიან საინტერესო მიმართულება. ქანდაკების მასტერკლასია, მაგრამ რეალურად უფრო თერაპიულია. აქ არის აქცენტი ფერზეც გაკეთებული, იმიტომ რომ ფერადოვანი მაქვს მასალები მოტანილი, რადგან ფერებიც ძალიან მნიშვნელოვანია განწყობას უქმნის ბავშვებს. ბავშვების დაინტერესებიდან გამომდინარე, ვორქშოპები უკვე მეორედ ტარდება. ამ დღეების განმავლობაში ბავშვები მოხვდებიან ქანდაკების სამყაროში და საკუთარი ხელით შექმნიან ნამუშევრებს, რომლებიც მათ ინდივიდუალურობას წარმოაჩენს. მოთხოვნა მაქვს შემდეგნაირი, რომ ბავშვებმა ემოციით, განწყობით შექმნან ეს ნამუშევრები, მაგრამ ერთმანეთს რო აკვირდებიან, აი მაგალითად რაღაც ფიგურა შექმნა, აბსტრაქტული ნამუშევარი რაღაც ფერებით, რეალურად ზეგავლენა ერთმანეთზე აქვს და ასე ვთქვათ, იღებენ ხოლმე, მაგრამ ეს კარგი გაგებით იღებენ, ანუ ცდილობენ, რომ თავიანთი ის ინტერპრეტაციები ჩართონ. ამ ვორქშოპების მიმართ ძალიან დიდი ინტერესი არის. დიდებსაც აინტერესებთ მსგავსი პროცესი როგორ არის, ანუ როგორ მიმდინარეობს და მათაც უნდათ რომ ჩაერთონ და მიიღონ მონაწილეობა და არის დაგეგმილი უკვე და მიმდინარეობს ამის განვითარება და სამომავლოდ არ არის გამორიცხული, რომ დიდებისთვისაც იყოს მასტერკლასები. ზუსტად როდის ჩატარდება მომდევნო მსგავსი ვორქშოპი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ცერწვისადმი ინტერესი იმატებს და მასში სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები ერთვებიან.